იმ ყველაფრის შემდეგ რაც პარტიაში მოხდა ის პირდაპირ ეთერში არ გამოჩენილა რამდენიმე წუთში მისი პირველი პირდაპირ ეთერი დღის ამბებში შედგება რა აქვს სათქმელი რესპუბლიკელების ლიდერს რატომ დაეშალა პარტია ხედავს თუ არა ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ხელს რა სიტყვის პარტიიდან წასულებსა და მათ პოლიტიკურ გეგმებზე რა სიტყვის დავით უსუფაშვილზე თინა ხიდაშელზე ვახტანგ ხმალაძეზე პაატა ზაქარეიშვილზე და სხვებზე რატომ არ აკეთებდა ამ წუთამდე კომენტარს პარტიაში მომხდარ ამბებზე გადაცემას რესპუბლიკელების ლიდერი დავით ბერძენიშვილი ხსნის რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება ბატონო დავით ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას სიმართლე გითხრათ პირველივე წუთებიდან ვცდილობდი რომ მომეპოვებინათ თქვენი ინტერვიუ მადლობა რომ პირველ რიგში მოგვეცით საშუალება ჩვენთან შედგეს თქვენი ეს პირდაპირი ეთერი როგორ ბრძანდებით მადლობთ კარგად მოგესალმებით მოგესალმებით ბატონო დათო ამდენი ხანი არ აკეთებდით კომენტარს დაგაბნიათ იმ სიურპრიზმა რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის წასვლამ მოგიტანათ ელოდით ამ ყველაფერს თუ რა ხდებოდა როგორი იყო მთელი ის პროცესი რასაც პარტიის გახლეჩვა დავარქვით საბოლოო ჯამში სახელად მოგესალმებით კი მე პირველად სწორედ თქვენი ტელევიზიით ვაკეთებ კომენტარს არა პატარა ტელევიზიით როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე არამედ უკვე საკმაოდ გაზრდილი მოზრდილი ტელევიზიით დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება მადლობა დიდი მე მადლობა მინდა გადავუხადო დათო უსუფაშვილს 2005-12 წლებში ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ღირსეული თავმჯდომარეობისთვის ის იყო ძალიან კარგი თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ქარტეხილებში 2007 წლის მოვლენები 2009 წლის მოვლენები მან ოჯახად კარგად ბრძნულად გამოატარა პარტია ასე რომ ოპოზიციონერი ლიდერი დათო უსუფაშვილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა რესპუბლიკური პარტიისთვის სხვადასხვა ვითარებაში მოგვიხდა მე და დათოს პარტიის ხელმძღვანელობა მე 2000 წელს ორი წაგებული არჩევნების შემდეგ გავხდი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე მაშინ რესპუბლიკური პარტია იყო 100 კაცი ჩოლოქსაკეთ 200-მდე ანტიფაშისტი იატაკქვეშეთში ჩოლოქს იქეთ აბაშიძის რეჟიმის პირობებში 4-5 წლის განმავლობაში მოხერხდა მაშინ ის რომ შედეგებიანი რესპუბლიკური პარტია წარმომადგენლობით პარლამენტში წარმომადგენლობით აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლობით თბილისის საკრებულოში უკვე საერთო ნაციონალურ ასპარეზზე დაბრუნებული როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა მისი შედეგებით მაგრამ ასაწყობი მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ ჩვენ იყო რაიონები, სადაც ყავდა ორგანიზაციები ძლიერი, ზოგან არ აუშავდა, მაგრამ ძირითადად სწორედ დათო უსუფაშვილის დამსახურება არის, რომ რესპუბლიკური პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია. რაც შეეხება დათო უსუფაშვილს, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ და რესპუბლიკურ პარტიას. ანუ 2012-ის შემდეგ. დათო უსუფაშვილი. კი. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით იმას, რომ ერთმანეთთან ჰქონოდა კორექტული ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები, ხშირად განსხვავებული სასტარტო პოზიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს ერთმანეთისკენ. დათო უსუფაშვილი იყო უფრო სახელისუფლებო კოალიციური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერი და იქედან უყურებდა რესპუბლიკური პარტიის როლს და ადგილს კოალიციაში. მე და რამდენიმე ადამიანი ყოველთვის ვცდილობდით რესპუბლიკური პარტიის სახის შენარჩუნებას და ხშირად კოალიციაში, ხშირად ჩვენ ერთმანეთს უგებდით და იმ შემთხვევებშიც კი, როცა ჩვენი პოზიციები ბოლომდე არ ემთხვეოდა ერთმანეთს,
ჩვენ საჯაროდ ყოველთვის აღვიქვებოდით როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალა. ანუ თქვენ ცდილობდით სახის შენარჩუნებას უკაცრავად ჩაგეკითხებით. თქვენ ცდილობდით სახის შენარჩუნებას, ანუ უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიას უკვე ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შესვლის და გამარჯვების შემდეგ სახეს უკარგავდა რესპუბლიკურ პარტიას, რას ნიშნავს ეს ფრაზა, რომ თქვენ ცდილობდით სახის შენარჩუნებას? ნუ ვეთქვით ინგასე. მე როგორც წემდი პატივს დათო უსუფაშვილს ისევ წემ, ასევე სხვა წასულ ადამიანებს პარტიიდან, ყოველ შემთხვევაში მათ ნაწილს, ვინც გულწრფელი და პატიოსანი იყო მის მოტივებში, ყველა ასეთი არ იყო. და ეხლა გვარებს ნუ ჩამომართლევინებთ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ იყო ხედვებში სხვაობა, პასუხისმგებლობები როგორია. ზოგი პოლიტიკოსი თვლის, რომ მთავარი პასუხისმგებლობა უნდა კონდეს საკუთარი პარტიის წინაშე და ეს პარტია ხელისუფლებაში ატარებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების წინაშეც. ზოგი თვლის, რომ ხელისუფლების წინაშე უნდა კონდეს მთავარი პასუხისმგებლობა და შენი პარტია უნდა დაიცვა ამ ხელისუფლებაში, მაგრამ პრიორიტეტი არის ხელისუფლება, მით უმეტეს, როდესაც ისეთი რთული საკონტაქტო პერსონა, როგორიც ბიძინა ივანიშვილი იყო, განსაკუთრებით მისი არაფორმალური მმართველობის პერიოდში. თავარი ფრაზა, რაც დათო უსუფაშვილმა თქვა პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, რესპუბლიკური პარტიის და კოალიცია ქართული ოცნების ურთიერთობის დამახასიათებელი მთავარი სტრატეგიული ფორმულა, რაც მან თქვა საჯაროდ არაერთხელ. მე ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე ვიქნები რესპუბლიკელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ვითარება ისე წავიდა, რომ მან ვერ შეძლო მისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე დარჩენილიყო რესპუბლიკელი. მან დაანონსა სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნის საჭიროება. მე ამის გამო მას არ საყვედურობ. თუ მკითხავთ ვარ თუ არა გაკვირვებული და ნაწყენი ვარ. როდესაც მე თქვენს ეთერში თავისუფალი დემოკრატების ძნელბედობის საკითხზე პასუხად გითხარით, უსურვე გადარჩენა თავისუფალ დემოკრატებს, როცა ერთმანეთის მიყოლებით ლიდერები წავიდნენ, მე მაშინ ძალიან ჩვეულებრივ, შვიდი გამომეტყველებით გითხარით დამარცხებული რესპუბლიკური პარტიიდან ლიდერები არ გარბიან თქო. მაშინ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, ანუ ამ ყველაფერს არ ველოდით და არც დათო უსუფაშვილი ელოდა. ანუ რას ნიშნავს უკაცრავად ერთი წუთით შეგაწყვეტინებ, თუ არც უსუფაშვილი ელოდა, თუ არც თქვენ ელოდით, თუ ასე თამამად ამბობდით, რომ ეს არ მოხდებოდა თქვენს პარტიაში, წეგან ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი, გაიხსენეთ დათო უსუფაშვილის ნათქვამი ფრაზა, რომ იგი პოლიტიკური ცხოვრების ბოლომდე აპირებდა დარჩენილიყო რესპუბლიკელად. მას რა მოხდა? შეგიძლიათ დღეს გითხრათ, აი ცოტა ჩაწყნათ და ემოციები ჩაცხრა. დღეს რა ანალიზს აკეთებთ? ხედავთ აქ დაუშვათ ივანიშვილის ხელს, ხედავთ აქ ქართული ოცნების კვალს, იმაში რომ უსუფაშვილმა, რომელმაც სხვათა შორის უარი თქვა პარტია და გუნდი მიეტოვებინა არჩევნების წინ, თუმცა მას ჰქონდა შანსი თუ გადავიდოდა ოცნებაში, იგი კვლავ პარლამენტის სპიკერად დარჩენილიყო, გადაწყვიტა ეხლა წასვლა. მითხარით პირდაპირ თუ შეგიძლიათ ვის კვალს ხედავთ და რა მოხდა სინამდვილეში? ვერავითარ კვალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. ეს არის კითხვები დათო უსუფაშვილთან და მისი გასაცემია პასუხები. ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ეს კითხვები არსებობს რესპუბლიკურ პარტიაში და რესპუბლიკური პარტია ორ თანაზომად ნაწილად გაიყო, ვართ დარჩენილები, არიან წასულები, ბევრი პარამეტრი თუ შევაფასებთ, ლიდერები, ორგანიზაციები, ეროვნული კომიტეტი, ჩვენ მქონდა გუშინ-წინ ეროვნული კომიტეტის სხდომა, სრულფასოვანი არ იყო ეს სხდომა, იმიტომ რომ ნახევარზე ოდნავ ნაკლები ეროვნული კომიტეტის წევრებისა წასულია, მაგრამ ეროვნული კომიტეტი იყო უფლებამოსილი, შეივსო ეროვნული კომიტეტის და როგორც სამდივნო 9 კაციდან 3 წასულია, აგრძელებს ფუნქციონირება ჩვენი წესდების შესაბამისად, ისე აგრძელებს ფუნქციონირებას
ეროვნული კომიტეტი. მე ერთი რამ შემიძლია მხოლოდ გითხრათ, დათო უსუფაშვილმა უარი თქვა როგორც წარსულის გაანალიზებაში მონაწილეობის მიღებაზე მის მიერ გამოგზავნილ წერილში. მან სამჯერ მთხოვა მე ერთ-ერთი საუბარი ღია და გულწრფელი და ჩვენ ეს არასოდეს არ გვიჭირდა. ერთმანეთთან ძალიან კორექტული და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა. მე სამივეჯერ დავეთანხმე, სამჯერ გადადო ეს თარიღი, მაგრამ ამერიკაში წასვლამდელი უსუფაშვილი იყო რესპუბლიკურ პარტიაში ინტეგრირების და სიახლეების მოსურნე და საჯაროთაც ამაზე ლაპარაკობდა. შემდეგ იქიდან დაბრუნდა და გამოგვიგზავნა წერილი რომ ამჯობინა ამათ გაცვლოდა და შესრულდა. ბატონო დათო, თუკი ამერიკაში წასვლამდე მას ჰქონდა ხედვა პარტიაში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით და პარტიის მომავალთან დაკავშირებით, მას რა მოხდა ამერიკაში ისეთი რომ უკან დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მით უფრო რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ეს თქვენთან ერთად ჯერ 2012 წელს თქვა უარი, როცა მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა კოალიციაში რესპუბლიკური პარტია შესულიყო ოღონდ ძმე ბერძენიშვილების გარეშე, ამას არავინ ადასტურებს, მაგრამ ძალიან ცნობილი ამბავი, არ ვიცი ხა დაადასტურებ თუ არა, თქვენ პირადად დათო მაშინ უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და ეხლა კაც ეუბნებოდა ივანიშვილი პირდაპირ რომ გადმოდი, დატოვე პარტია და გახდები ისევ პარლამენტის თავმჯდომარე და მან თქვა რომ გუნდის ღალატი იყო ეს. მას რა მოხდა ამ ყველაფრის ფონზე ამერიკაში? მე არ ვადასტურებ რომ 2012-ში ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა ბერძენიშვილების გარეშე რესპუბლიკელებს, მაგრამ რესპუბლიკელებში ბერძენიშვილები რომ ყველაზე უფრო საყვარელი ადამიანები არ იყვნენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამას ვადასტურებ. ამის მიუხედავად მე ძალიან საქმიანი დათოსგან დამოუკიდებლადაც რესპუბლიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთობები დათოსთან ერთად დათოს გარეშეც ურთიერთობები მქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ ხა პოლიტიკა არ არის ის სფერო, სადაც ვინ უყვარს და არ უყვარს ეს იყოს განსაზღვრელი. ბიძინა ივანიშვილი იყო სასარგებლო ინსტრუმენტი მიხეილ სააკაშვილის სახიფათო ავტორიტარული რეჟიმის დასაძლევად და მე მასთან თანამშრომლობას უყურებდი როგორც ამ სასარგებლო ინსტრუმენტის გამოყენებას. საინტერესო რა უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა იგივე შეუძლია თქვას დღეს ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ იყავით სასარგებლო ინსტრუმენტები, როგორც აღმოჩნდა ყველანი ყოფილი პარტნიორები მისთვის, იმისთვის რომ გამარჯვება მიეღო ქართულ ოცნებას თავის დროზე და დღეს ყველანი ბორცს მიღმა დაგტოვათ, შეიძლება ითქვას. დათო, ერთი უცნაური კითხვა მინდა რომ დაგისვათ, ეხლა გამახსენდა თქვენი პირდაპირ ეთერი ნინო ჟიჟილაშვილთან, როდესაც თქვენ ამოიღეთ ტელეფონი, თქვენი პირადი, აკრიფეთ ბიძინა ივანიშვილის ნომერი, მას ურეკავდით პირდაპირ ეთერში და მან არ გიპასუხათ. შეიძლება ეხლა მითხრათ, რომ ძალიან გულუბრყვილოა, როცა ამ შეკითხვას გისვამთ, მაგრამ საბოლოო წერტილი ხომ არ აღმოჩნდა თქვენი ესოდენ ზღვარს გადასული სითამამე დათო უსუფაშვილისთვის შეიძლება რომ აი ესე პირდაპირ ეთერში თქვენ ადექით და დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს. ამ კითხვას აუცილებლად დაგისვამდით ეხლა მით უფრო, როცა თქვენ თავადვე ახსენეთ, რომ ამერიკაში წასვლამდე საერთოდ არ განიხილებოდა თურმე დათოს წასვლა უსუფაშვილის თქვენი გუნდიდან. ამერიკაში თინა იყო მაშინ და მე მგონი უფრო დათოს და თინას შეხვედრა არის მნიშვნელოვანი და არა მაინდა-მაინც ის რომ ეს ოკეანის გაღმა მოხდა. თინა მიქონია ანუ გავლენა დათოს. კი. არა, მოდით ახლა მომიმარჩიელებთ. ბუნებრივია თინა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რესპუბლიკურ პარტიაში, მათი პოლიტიკური ხაზი ერთმანეთს ეთანხმებოდა უფრო ზომიერი ხაზი ბიძინა ივანიშვილთან რესპუბლიკურ პარტიაში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროცესში და შედეგად უკვე აგვისტოდან მოყოლებული იდგა საკითხი კოალიციის დატოვების. პარტიის ლიდერი და მე მინდა ამას ხაზი გაუსვა იმ ვითარებაში, როდესაც დათო უსუფაშვილი, დათო ბერძენიშვილი და სხვა ლიდერები რესპუბლიკურ პარტიაში გარკვეულ ბალანსს ქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს
შეზღუდული ქონდა ბუნებრივი ასპარეზი პარტიის ლიდერობისთვის. ეროვნულ კომიტეტზე სულიად კაფიოდ გამოიკვეთა და შემიძლია საზოგადოებას ვამცნო პირდაპირ, რომ ხათუნა სამნიძის არა მარტო თავმჯდომარეობით, არამედ ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერობით ემზადება რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თამარ კორზაიას და თამარ ხიდაშელის და იმედა გოგავას და გიორგი თოდუას და ბევრი სხვა ჩვენი გამოცდილი ახალგაზრდა ლიდერის წინ წამოწევა მოხდება ამ პროცესში. დათო უსუფაშვილმა ახსენა ტაქტიკაში მქონდა სხვაობა და ღირებულებებში. ღირებულებებით რესპუბლიკური პარტია არის პატრიოტული ორგანიზაცია ლიბერალური მიმართულების. ჩვენ შევქმნით ანტისაბჭოთა პირობებში რესპუბლიკური პარტია, ჩვენთვის მიუღებელი არის პოსტსაბჭოურობის თანაზიარობა, ამიტომ ჩვენი პატრიოტული პროდასავლური ხაზი მოყვება 38 წელია, ერთი და მეორე. და თუ აქ ძირითადი რაღაცა საწყისი სასტარტო პოზიციები პერსონალურად უკავშირდება ლევან ბერძენიშვილს, დათო ბერძენიშვილს, ვახტანგ საბირაძეს, ვახტანგ შონიას, შემდეგ მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენს ბევრ სხვა ლიდერს, რაც შეეხება ლიბერალურ პარტიად ჩვენს ფუნქციონირებას და ლიბერალურ პარტიად ჩვენს გაფორმებას, ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება დათო უსუფაშვილს, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობისთანავე შეუდგა ამ საქმიანობას. მე მახსოვს მაროკოში ლიბერალებში რესპუბლიკელების გასაწევრიანებლად წასულმა დათო უსუფაშვილმა 2005-2006 წელს იქეთობისასაც დაკარგა ჩემოდანი და აქეთობისასაც დაკარგა, მაგრამ მან ჩამოიტანა მთავარი ქახალდი, რომ რესპუბლიკური პარტია, მთავარი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს სამრეკლოსთან ერთად 79 წელს გამოცემულ ჟურნალებთან ერთად ინახება პარტიის თავმჯდომარის ოფისში. ძალიან საპატიო ადგილას იდეა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ გზავრობისას თურქეთის ბრალია. ეს არ არის კორექტული. ეხლა არა ხუმრობ რა თქმა უნდა. უკაცრავად ეს თურქეთის ბრალია და არა უსუფაშვილის. მან ბოდიში ეხლა რა ჩამოიტანა მთავარი დოკუმენტი. თავისი გადაწყვეტილები დათო შეგიძლიათ მითქვათ ან რა შეიძინა? მოდი აცი მომავალზეც გადავიდეთ. თქვენ ძალიან ეფექტურად ამებრუნეთ და გიფასებთ ამას, რომ ივანიშვილსაც შეუძლია თქვას, რომ ინსტრუმენტად გამოგვიყენა რესპუბლიკელები. კი, ესე არის, მაგრამ სააკაშვილსაც ეგონა, რომ ჩვენ გამოგვიყენა ინსტრუმენტად. ჩვენ ყოველთვის ვართ არა ლიბერალური და არა პატრიოტული, დაჭაობებული, დახავსებული ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოწინააღმდეგეებში. და როდესაც გახელისუფლებული ესა თუ ის ძალა თავად ხდება დახავსებული და ხელშემშლელი, რესპუბლიკური პარტია არ იკარგება. ჩვენ რთული სასტარტო ვითარება გვაქვს ახლაც, მაგრამ გაცილებით ნაკლებად რთული, ვიდრე ეს იყო ერთი ორჯერ რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში. დანაკარგი უკაცრავად პარტიის მთელი ვერტიკალი ლამის დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, პაატა ზაქარეიშვილი, კიდევ ბევრი ბატონი ნოდარ ებანოიძე თუ გნებავთ და ვახტანგ ხმალაძე, ანუ თუ კი ვინმე იყო ვარსკვლავი, ეხლა მე არავის ვაკნინებ, ასევე კაშკაშა ვარსკვლავები დარჩით, მაგრამ მთავარი დამრტყმელი ძალა წავიდა თქვენგან. რისი იმედი გაქვთ? ჯერ ეხლა იყო არჩევნები, თქვენ რასაც უწოდეთ დახავსებული, აი სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც თქვენ ეხლა დახავსებული უწოდეთ, აირჩია ისევ ხალხმა და მინიმუმ 4 წლით ჩვენ ყველას მოგვიწევს იმის თქმა, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლება. რისი იმედი გაქვთ? მით უმეტეს, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ იგი ცალკე თამაშს იწყებს, სხვა შორის მან ამ სტუდიაში როცა ისაუბრა, არ გამორიცხა ისევ კონსულტაციები რესპუბლიკურ პარტიასთან. ესეც საინტერესოა, რა სიტყვი და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? დათო უსუფაშვილი შეიძლება გახდეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი და სულისჩამდგმელი? არ მაქვს ასეთი მოლოდინი, არაფერს არ გამოვრიცხავ, ჯერ შექმნას
გაიაროს მთელი ეს პროცესები. დათო უსუფაშვილმა ისე როგორც მე და ვერც სხვა რომელიმე რესპუბლიკელმა ლიდერმა ვერ ვიშოვეთ საერთოდ ვერაფერი ფინანსების თვალსაჩინით ამ არჩევნებისთვის, როგორ იშოვის დათო უსუფაშვილი რესპუბლიკელობისგან გათავისუფლებული დიდ ფინანსებს ახალი პარტიის სასაწყობად, ესეც საინტერესო იქნება. ბევრი კითხვის ნიშანი არის, რაც შეეხება ახლა მოდი ნუ შემაჯიბრებთ, ნუ დავატოლებთ წასულებს და დარჩენილებს, მე ამას მარტივად და მკაფიოდ ვამბობ. თანაზომად ნაწილებად გაიყო რესპუბლიკური პარტია, დამფუძნებლებიც აქ არიან და ახალი ხელმძღვანელობაც აქ არის, ასე რომ ჩვენ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, მაგრამ მე ვიხსენებდი იმ პერიოდს, რომ დისიდენტობას და 78 წელს და პოლიტპატიმრობას რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ასპარეზი რესპუბლიკური პარტიისთვის დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს. ჩვენ ვიყავით ჭავჭავაძის საზოგადოების უმცროსი პარტნიორები, ზურა ჭავჭავაძის უმცროსი პარტნიორები 80-იანი წლების ბოლოს და მას შემდეგ რაც 90 წელს ბათუმში მოვიგეთ უზენაეს საბჭოს მაჟორიტარული არჩევნები, 91-ში აჭარის უმაღლეს საბჭოში 20% ავიღეთ და ბათუმში მრგვალი მაგიდის ხელისუფლებას იმდენივე მაჟორიტარული ოლქი მოუგეთ, რამდენიც მათ მოიგეს და 92-ში გამსხვილდით თავისუფალი დემოკრატების დაცვის შემოერთებით 92 წელს, აი ეს ბათუმიდან წამოწყებული მოძლიერება რესპუბლიკური პარტიის 92 წელს დასრულდა სამყარო სუბიექტად ქართული პოლიტიკის სამყარო სუბიექტად. არ ვიცი. არ გახდება. მეორესაც ერთსაც დავამთავრებ, ერთსაც ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის რესპუბლიკელებთან პარტნიორობა ისთვის ჭირდებოდა ასან აბაშიძესთან ჭიდილის და ტელევიზიაში სპიკერების რესპუბლიკელი სპიკერების გარეშე მას სტარტი არ უვარგოდა, ასე რომ ორჯერ ჩვენ უფრო მძიმე დღეში ვიყავით, ახლა რთულ დღეში ვართ. მე მგონია რომ ის წევრები, ვინც ბლომად დაგვჭა საკრებულოებში და პარტიის ხელმძღვანელობა იმუშავებს განახლების აღარ დავმალავთ ჩვენს ლიბერალიზმს. კარგით, ბატონო დათო, აღარ დავმალავთ ჩვენს ლიბერალურ მიდგომებს. გავიგე გააქტიურებას აპირებ კიდევ ელოდებით ლიბერალიზმის, მაგალითად ჩვენ არ გვხმენია ქართული პატრიოტიზმის. დიახ, ელოდებით კიდევ დანაკარგებს, მაგალითად იულიანე ხაინდრავა რას იზამს. ან ვინმე სხვა კიდევ პარტიის ვარსკვლავი, დათო ზურაბიშვილი თუ გნებავთ, არ ვიცი, თამარ კორძაია, თამარ ხიდაშელი, კიდევ გამორიცხავთ რომ იქნება სიურპრიზები, ეს მაინტერესებს თუ პრაქტიკულად დამთავრდა ეს პროცესი, წამსვლელი წავიდა, დამჩენი დარჩა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ახალგაზრდული ენერგია, ახალგაზრდული კვალიფიკაცია დათომ თქვა, რომ მას იდეოლოგიური სხვაობები აღმოაჩნდა პარტიასთან, მის მიერ გადადგმული ლიბერალური ნაბიჯები მას ერთგვარად ტვირთად, როგორც ჩანს, დააწვა მხრებზე, ის აპირებს, რაც დეკლარირებული აქვს 2020 წლისთვის არჩევნებში გამარჯვების მომპოვებელი პოლიტიკური ძალის შექმნას და ლიბერალური იდეოლოგიით ჩვენ ვერ გეგმავთ გამარჯვების მოპოვებას 2020 წელს. გასაგებია, რომ დათო უსუფაშვილი კორექტირებას გააკეთებს საკუთარ ლიბერალურ იდეოლოგიაში. ჩვენც ვიქნებით უფრო ღია და კაფეო ჩვენი ლიბერალური მესიჯებით. ჩვენ არ დავიმალებით და ჩვენ ჰომოფობიას შევებრძოლებით. ჩვენი დეკლარირებული ხაზით. ძალიან კარგი თუ იქნებით აქტიურები. დეკლარირებული ხაზით. და ამიტომ არის და ჩვენ ყავს მაგარი ახალგაზრდები. უსუფაშვილი ჯერ მოსაძებნი ყავს. ხო, უსუფაშვილი ჯერჯერობით კონსულტაციების პროცესია. 2 წუთი დამჭა და 2 წუთში 2 პასუხი უნდა ჩავატიო. დათოსთან მისი იმ ცნობილი პრესკონფერენციის და განცხადების შემდეგ თუ ქონიათ რაიმე საუბარი, სატელეფონო, პირადი და ასე შემდეგ, გულისხმობ დავით უსუფაშვილს, რომელმაც ხაზი გაუსვა თქვენს როლს მის პოლიტიკურ კარიერაში და არა მხოლოდ მან, ამაზე მიპასუხეთ და შემდეგ კიდევ ერთი კითხვა და ამოიწურება ჩვენი დრო. არ მქონია და მე ვარ ნაცმენი, ბუნებრივია, ამასთანავე მე მის მიმართ ვერაფრით ვერ გავხდები ტრული
დათო უსუფაშვილი აპირებს შექმნას რესპუბლიკური პარტიის კონკურენტი ორგანიზაცია. კი ბატონო. მათ შორის ყოფილი რესპუბლიკელების მეშვეობით, ამიტომ ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორი არ არის, მაგრამ ის მან ჯერ შექმნას ორგანიზაცია. ნახოთ რას ემყარება ეს ორგანიზაცია. სად არის ამ ორგანიზაციის რესურსები? როგორი იდეოლოგიის მატარებელია ეს ორგანიზაცია? ამის მიხედვით ვილაპარაკ. ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით პოსტსაბჭოთა, ისე როგორც არ ვიყავით საბჭოთა. ჩვენ ვართ ლიბერალები. ჩვენ ვიტყვით, როგორი ხედვები გვაქვს ეკონომიკაში, როგორი ხედვები გვაქვს რეალურად ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, მოგუდულად არ ვილაპარაკებ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ 2014 წელს რაკი ვერ დავითანხმეთ პარტია ოპოზიციის წასვლაზე. უზარმაზარი კრიზისი იყო თელს კოალიციაში 2014-ის თვითმმართველობის არჩევნებიდან 2015-ის მაისამდე სანამ ორპარტიული მთავრობა შეიქმნა. ვისი მიზეზით, აი ეს არის ჩემი ბოლო კითხვა, იქნებ ჩავეტიოთ ერთ წუთში, ვისი მიზეზით საუბრობდით მას მოგუდულად? ეს იყო დავით უსუფაშვილი, ეს იყო ვთქვათ პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც თქვა რომ მას არ მოსწონდა ხელისუფლებასთან თქვენი მკვეთრი ოპონირება და მეორეს მხრივ იგი უსუფაშვილის ნაციონალებთან ერთგვარ დაალაგებულ ურთიერთობასაც უწუნებდა ნინო ჟიჟილაშვილთან, როცა იჯდა პირდაპირ ეთერში პაატა ზაქარეიშვილი. ძალიან საინტერესო იყო მისი პასუხები. მაინტერესებს ვინ იყო მიზეზი, დათო იყო უსუფაშვილი, რომ თქვენ მოგუდულად საუბრობდით თურმე? გუდავდათ უსუფაშვილი? ხო, პაატა არც ერთ პარტიაში არ არის. პაატა აღარ არის არც ერთ პარტიაში, არ აპირებს არც ერთ პარტიაში ყოფნას, ამიტომ მარჯვენა ხელით უსუფაშვილს გაულაცუნა და მარცხენა ხელით რესპუბლიკურ პარტიას, ეს ისე ხუმრობის სახით. კი, პაატა იყო ყველაზე უფრო ინტეგრისტი რესპუბლიკელი ბიზინა ივანიშვილის კოალიციაში, ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ არასამთავრობო სექტორში. რაშიც ის ძალიან მაგარია და საერთოდ პაატა ძალიან მაგარია. მაგრამ ჩვენ დათო მახსენა რომ ტაქტიკაშიც გვაქვს სხვაობა. რესპუბლიკური პარტია იქნება მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ამ შესაძლებლობების ზრდის კვალდაკვალ ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარი დეპერსონალიზაციის ფაქტორის მატარებელი, მოკლედ ისევ არაფორმალური მმართველი ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი. მე არ ვიცი როგორი იქნება სხვა ჯგუფი, რომელიც ისიც კი არ ვიცი, შექმნის პარტიას, ვერ შექმნის პარტიას, არ შექმნის პარტიას. ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რითიც დავიწყე საუბარი. მე ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე ვიქნები რესპუბლიკელი. მადლობა. დათო უსუფაშვილის ამ ფრაზის გადმომბარებელი უნდა გავხდე ეთყობა მე, იმიტომ რომ არც არავის ეპარებოდა არასოდეს ეჭვი, რომ მე ჩემი არა მარტო პოლიტიკური ცხოვრების, არამედ ცხოვრების ბოლომდე ვიქნები რესპუბლიკელი. წამოდგება რესპუბლიკური პარტია ფეხზე, ამის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ის, რომ რესპუბლიკური პარტია მიყვება რომელიღაცა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. გამონაკლისის გარეშე ყველა ხელისუფლება დამარცხდა იმ ძალებთან, სადაც იყო რესპუბლიკური პარტია. დათო, მე მინდა გულით გისურვო თქვენ წარმატება და მადლობა დიდი, რომ ჩვენთან შედგა თქვენი პირველი პირდაპირ ეთერი პარტიაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. გულით გაგვიხარდება ასევე თუ იქნება რესპუბლიკური პარტია აქტიური, იმიტომ რომ საინტერესო რესპონდენტები ხართ. მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. რესპუბლიკელების ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე მან თქვა, რომ იგი უსუფაშვილზე ნაწყენია და მასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია მისი წასვლის შემდეგ პარტიიდან. რა მოხდა ამერიკაში? დასვა კითხვა დავით ბერძენიშვილმა, მან თქვა, რომ ამერიკაში წასვლამდე